გერმანიაში ტრადიციული საშობაო ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ორშაბათიდან ვიზიტორებს ხის პატარა დახლებზე ცხელი ღვინით, შემწვარი სოსისით, კარტოფილის ბლინებითა და კარამელიზებული ვაშლებით გაუმასპინძლდებიან. თუმცა წელს გერმანიაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. ბოლო წლებში სისხლიანი თავდასხმების შემდეგ პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. დახლებზე არა მხოლოდ საჭმელი და სასმელი დაგხვდებათ, არამედ ხელნაკეთი სანთლები, შალის ქუდები, ხელთათმანები და სხვადასხვა ფერის საშობაო ვარსკვლავები. ბავშვებისთვის ატრაქციონებიც მოწყობილია. საშობაო ბაზრობა გერმანიაში შუა საუკუნეებიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა. მსოფლიოში არსად არსებობს 100%-იანი უსაფრთხოება, ამის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ დაცულები ვართ. აქ უსაფრთხოების ბევრ თანამშრომელს ვასაქმებ და პოლიციაც მობილიზებულია. ამიტომ ჯერა რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა საკმაოდ ეფექტიანია და სტუმრებს აქ მოსვლისას კომფორტულად ყოფნის საშუალება მიეცემათ. თუმცა უსაფრთხოების საკითხი წელს განსაკუთრებულად მწვავე დგას. შაშან დეკემბერში ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობის დროს ავტომობილის თავდასხმის შედეგად 5 ქალი და 1 ბავშვი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. გერმანიის დასავლეთ ქალაქ კიოლნში ტაძრის წინ მოწყობილ ბაზრობაზე შაბათს უამრავი ხალხი მივიდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მიუხედავად რთული პერიოდისა, განწყობა მაინც პოზიტიურია. შარშანდელი თავდასხმების შემდეგ ქალაქში შეიქმნა სპეციალური უსაფრთხოების გეგმა, რომელიც პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით სრულდება. ტერიტორიაზე, სადაც ბაზრობაა მოწყობილი, დამონტაჟებულია ანტიტერორისტული ბარიერები, მობილიზებულია კერძო დაცვაც.